გამარჯობა. დღეს კვლავ ძალიან საინტერესო ვიდეოს გთავაზობთ, რომელიც აუცილებლად ბოლომდეა საყურებელი, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ჩემს ვიდეოებში ბოლოსკენ იხსნება ხოლმე ძირითადი კვანძი. საბჭოთა კავშირის მოგრძალებული ხიბლის მოყვარულებს შეგიძლიათ ეს ვიდეო გამორთოთ, იმიტომ რომ აქ საკმაოდ ბევრი იქნება ფაქტი ისეთი, რომელიც ასეთებს და მე მჯერა რომ ასეთები ძალიან ცოტა ხართ ჩემს მაყურებლებს შორის უბრალოდ არ გესიამოვნებათ და ჩაგახედებთ იმ სარკეში რომელშიც თქვენ და ჩვენ და ჩემი თაობა და ჩემი წინათაობა სამწუხაროდ იყურებოდა ბევრი ხედავდა იმ სიმახინჯეს თუ რა ჩანდა ამ სარკეში მაგრამ ზოგიერთები ვერ ხედავდნენ და დღემდე ვერ ხედავენ როგორც ადრე ვამბობდი ზოგიერთი ისტორია ჩემთან ერთად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მე ასეთ ისტორიებზე დიდხანს ვმუშაობ და ვცდილობ ხოლმე ზოგადად არ მოუშვა ჩემთან ახლოს, ძალიან ახლოს ასეთი ამბები, მაგრამ ისინი მაინც რჩებიან თავის ტვინში, გარკვეულ ადგილებში და ზემოქმედებენ თავიანთი ემოციურობით და იმ ტრაგიზმითაც ალბათ, რომლითაც ისინი გამორჩეულები არიან. ზოგიერთი ისტორია უფრო იდუმალია, ზოგიერთი უფრო ინტერესის სფეროებიდან არის ჩემი, მაგრამ მე მაქვს ვიდეოები, რომლებიც ადამიანთა ტრაგედიებს ეხება და მე ვცდილობ ხოლმე ამოხსნა ამ ტრაგედიების მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია და ამოხსნის პერიოდში მე იმდენად ღრმად შევდივარ ხოლმე ემოციურად ამ ამბებში, რომ შემდეგ გამოსვლა მიჭირს როგორც უკვე გითხარით. ახლა კი, რა თქმა უნდა, მადლობების დროა, მადლობების ჩემი გამომწერების მიმართ, კომენტატორების მიმართ, არხის და ვიდეოების გამავრცელებლების მიმართ და განსაკუთრებით დიდი მადლობა მათ, ვინც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს, თუ ასეთი სურველები კვლავ გამოჩნდებით. აღწერაში მითითებული არის ქართული ბანკის ნომერი, არის ასევე სუპერსენქსის ფუნქცია, რომელიც შეგიძლიათ უცხოეთში მაცხოვრებლებმა გამოიყენოთ და რა თქმა უნდა PayPal. 1993 წელს უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიოლოგიის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიჭები, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ ეგრეთ წოდებული სამხედრო კათედრამ, თავი გვიკრეს 3 თვით ვალეში. ეგრეთ წოდებულ შეკრებაზე, ზბორებზე, საოფიცროზე, ჩვენ პარტიზანებს გვეძახდნენ, მხოლოდ 3 თვიანი იყო ეს კურსები და ამ 3 თვეში ჩვენ და პლუს ის 4 წელი რაც ვისწავლეთ უნივერსიტეტში, ჩვენ გამოდიოდით საბჭოთა კავშირის თადარიგის ლეიტენანტები. გვებარა ქვედანაყოფი თუ დანაყოფი, არ ვიცი როგორ ითარგმნება ქართულად, ოფიციალურად ეს სამხედრო ენაზე, როტა 120 კაცი, 4 ჯავშან მანქანა და დანარჩენი ეს ქვეითები. ამ 3 თვის განმავლობაში იქ რა ვაკეთეთ ამას ცალკე შეიძლება ამაზე რამდენიმე ვიდეო გაკეთდეს, ყველაფერი რა თქმა უნდა გარდა იმისა რომ იქ სამხედრო საქმე ვისწავლეთ და ასეთი ჩვენნაირი ოფიცრებით გადავტენილი იყო საბჭოთა არმია და მოგეხსენებათ საბჭოთა არმიის ძალიან ეშინოდათ, მაგრამ მათ არ იცოდნენ შიგნით რა ხდებოდა, ეს იყო სრული კატასტროფა, ეს იყო გაუთავებელი ლოთობა, ეს იყო გაუთავებელი პარვა, ყველაფრის აბსოლუტურად და ისე ვიმეორებ ამ თემის შესახებ მე შემიძლია ცალკე რამდენიმე ვიდეოც კი გავაკეთო, ასე რომ
ახლა ამაზე აღარ შევჩერდები მხოლოდ ერთ მომენტზე 1993 წელია როგორც გითხარით და 1 სექტემბერს მე წაღებული მქონდა ესეთი მიმღები რადიო მიმღები რომელიც მამამ თავის დროზე იაპონიიდან ჩამოიტანა და ამ რადიო მიმღებს ჰქონდა ისეთი ტალღების დაჭერის უნარი ეს იყო 11 და 13 რომელიც არ იხშობოდა ახლა ვინც არ იცით რას ნიშნავს ეს დახშობა საბჭოთა კავშირში იხშობოდა თავისუფალი რადიო ხმები რომლებიც რუსულ ქართულ ენაზე გადმოცემდნენ ახალ ამბებს და ზოგადად ისტორიებს ასეთები იყო რადიო თავისუფლება ასეთი იყო თავისუფალი ევროპა იყო ამერიკის ხმა იყო BBC აი ეს 4 ძირითადი რადიო სადგური იყო რომლებიც გადმოცემდნენ ხოლმე იმ რეალობას რომელიც საბჭოთა კავშირში ხდებოდა და რაც ჩვენ არ ვიცოდით და სწორედ ესეთი ასეთ დამახშობლებს გლუშილკებს ეძახდნენ მათ აი ესეთ გლუშილკებს გაურბოდა ჩემი რადიო იმიტომ რომ მქონდა ის დიაპაზონები რომლებიც უბრალოდ ფიზიკურად არ გამოდიოდა საბჭოთა კავშირის რადიოებს არ ქონდა და ამიტომ არ თვლიდნენ საჭიროდ რომ ისინი დაეხშოთ იმიტომ რომ მილიარდები იხარჯებოდა ძალიან შრომატევადიც და რესურსტევადიც იყო ამის გაკეთება მაგრამ რას არის ამ იდეოლოგიის გამო ხო და აი 1 სექტემბერს მე მოვისმინე მართლა ჩოკის მონგრელი ამბავი იმის შესახებ რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ სახალინზე ჩამოაგდეს სამგზავრო ბოინგი, რომელიც ეკუთვნოდა სამხრეთ კორეულ კომპანიას და ამ ბოინგზე იმყოფებოდა 270 ადამიანი. რა თქმა უნდა, 270-ვე დაიღუპა. 1985 წელია და aprილში უკვე ფაქტიურად ეკონომიკური სიკვდილის პირას მდგომი საბჭოთა კავშირი თავის გადარჩენას ცდილობს და ესეთ ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან ბრეჟნევი, ჩერნენკო, ანდროპოვი, გენერალური მდივნები, ანუ თლათუფროსები საბჭოთა კავშირის ერთმანეთს მიყვნენ და ახალგაზრდა ენერგიული გორბაჩოვი ინიშნება გენერალურ მდივნად. იწყება ეგრეთ წოდებული პერესტროიკა, ანუ გარდაქმნა. შემდეგ ამ პერესტროიკის ქვე ნაწილები იყო აჩქარება, რომელიც სწრაფადვე ჩაკვდა, ეს აჩქარება რას ნიშნავდა, ეს უსკარენია. იყო რომ ეკონომიკა აჩქარებულად უნდა გაზრდილიყო და რა უნდა გაზრდილიყო, როდესაც მიცვალებული იყო, ხო, მიცვალებული სწრაფი სპორტსმენად გადაქცევა შეუძლებელია. და მესამე ნაწილი ამ ყველაფრის იყო გლასნოსტი, ანუ საჯაროობა. გაიხსნა არქივები, ხალხს მიეცა საუბრის საშუალება, გამოდიოდა უკვე ესეთი მოთხრობები და ფილმები და რომანები, რომლებიც ადრე აკრძალული იყო. ასევე იბეჭდებოდა უკვე ისეთი სტატიები გაზეთებში და ჟურნალებში, რომლის გამოც ადრე ციმბირს უკან მოგატოვებინებდნენ, მაგრამ მაინც ჩაკეტილია საზოგადოება, მოგეხსენებათ 86 წელს ხდება ჩერნობილის კატასტროფა. ეს უკვე გორბაჩოვი მოსულია, წელიწადნახევარია უკვე არის სათავეში და მალავენ მაინც, ანუ ეს ინერცია გრძელდება, მალვის ინერცია და რომ არა ვთქვათ გერმანია, შვედეთი, ნორვეგია სადამდეც მიაღწია ამ რადიაციამ და რომ არა ეტეხათ მათ ერთი ამბავი, რუსეთი, ანუ საბჭოთა კავშირი ამას არ აღიარებდა. Слухи о том, что якобы при аварии на АЭС погибли 1000 людей. Как уже сообщалось, фактически погибли 2 человека. Госпитализировано всего 197, из них 49 покинули госпиталь после обследования. Работа предприятий, колхозов, совхозов и учреждений идет нормально. და პირიქით რამდენიმე 10-12 დღის განმავლობაში პირველი მაისობა დაემთხვა, ბავშვები გამოიყვანეს კიევში მაგალითად, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი იყო რადიოაქტიურად, ასევე ბელორუსია, რომელიც საშინლად დაზარალდა ამ კატასტროფის შედეგად. ბავშვები გამოიყვანეს შორტებში, მაისურებში და 1 მაისი და 9 მაისი აზეიმეს, ასე რომ სანამ ისე ვიმეორებ, აი ეს ბოლომდე არ დაჯდა ეს გლასნოსტი, ანუ საჯაროობა საბჭოთა მენტალიტეტში, მანამდე ძალიან ბევრი რამ იმალებოდა. და ეს იყო ესეთი ნახევრად ჩვენ თუ ქონდა საუბარი
პოსტსიმართლის ეპოქაზე, რომელიც ახლა დგას და როდესაც ვერ გაიგებს სიმართლე რა არის და ტყუილი რა არის, ამ ხელოვნური ინტელექტის გადამკიდეც და ხალხი ტყუდება და ისეთ სისულელეებს იჯერებს და ალაიქებს და მოსწონს და ტირის და ემოციებს გამოხატავს, რომელიც უბრალოდ ადამიანმა დაწერა ტექსტი, მისცა ხელოვნურ ინტელექტს და მან შექმნა ეს ვიდეო და ჯერა ამ ყველაფრის და ამიტომ თქვი რომ ეს არის პოსტსიმართლის ეპოქა. მაგრამ მაშინ იყო ნახევრად სიმართლის ეპოქა. ჩვენ ხშირად ვეძებდით ხოლმე სიმართლეს სტრიქონებს შორის ოფიციალურ გაზეთებში. აი იქ შეიძლება თუ გამჭრიახი ტვინი ქონდა, მიმხვდარიყავი მართლა რა წერია. ანუ რაც თავაზობენ კი არა, მართლა რა წერია იქ. და ეს სწორედ ასეთ დროს, ასეთი ნახევარ სიმართლის პერიოდში, საბჭოთა კავშირის და ჩვენი არსებობის მაშინ ხდება არა მხოლოდ საბჭოთა კავშირისთვის, არამედ ალბათ მთლიანად მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დრამატული მოვლენა, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ. ეს დრამატული მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ მოვლენასთან, თორე ესე დრამატული მოვლენებით გადავსებულია მსოფლიო ისტორია მოგეხსენებათ. ოვეჩკინები ციმბირის, ირკუტსკის ოლქის ანგარას პირას ერთ-ერთ პატარა დასახლებულ პუნქტში მაცხოვრებელი დიდი ოჯახია. ეს არის კლასიკური რუსული ოჯახი, ციმბირული ოჯახი, ერთი განსხვავებით, რომ ოჯახში 11 ბავშვია, 11 შვილია, ამის გამო დედა სახელად ნინელ დაჯილდოებული არის გმირი დედის ორდენით. ეს გმირი დედის ორდენი არაფერს არ ნიშნავდა, უბრალოდ ორდენი იყო და შეგეძლო დაგეკიდებია გინდა ოთახის კედელზე და გინდა გარეთ რო ჩეჩმა დგას იმის კარებზე. მე ამ ხარესში ვარ ნამყოფი ანგარის ნაპირებზე, ეს ანგარა ძალიან საინტერესო მდინარეა თავისთავად, იმიტომ რომ ბაიკალის ტბაში ჩადის ყველა მდინარე და ეს უზარმაზარი მდინარე ბაიკალის ტბიდან გამოდის და მიდის ჩრდილოეთისკენ და კარის ზღვაში ჩაედინება ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში. და ამ ანგარის ნაპირებზე არის ძალიან ბევრი გეოლოგიური სიმდიდრე. ეს ციმბირის ზოგადად უმდიდრესი მხარეა, ალბათ ეს ადგილი რომ ნორმალური ადამიანების ხელში მოხვედრილი იყო, იქ იქნებოდა ნამდვილი სამოთხე. მაგრამ ეს არის უაღრესად, ჩემს პერიოდში ასე იყო და არ მგონია თუ უარესი არ ხდება ახლა, უაღრესად დეპრესიული რაიონი, განადგურებული ინფრასტრუქტურით, გზები, სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, მაღაზიები, ეს რაღაცა კატასტროფა, კოშმარი და ერთადერთი მისი სიმდიდრე შეიძლება ითქვას იყვნენ ადამიანები, სიბირაკები, ეგრეთ წოდებული ციმბირელები, რომლებიცაც მე იქ ბევრს ვიცნობდი, განსაკუთრებით ხალხს, რომლებიც გეოლოგიაში მოღვაწეობდნენ, ეს საკმაოდ გულღია დანარჩენი რუსეთისგან განსხვავებით უფრო ვაჟკაცური, გამტანი და ესეთი მეგობრული ხალხია. ზომიერად აგრესიულები არიან, ერთადერთი დალევა ეხა უყვართ და მეც არ ვაკლებდი მათთან ერთად იქეური ირმის ხორცთან და გაუზავებელი სპირტით ძალიან ხშირად გაგვიტარებია დრო და გეტყვით რომ მართლაც ულამაზესი ადგილებია პლუს. და აი სწორედ ასეთ ადგილებში ცხოვრობს ოვეჩკინების ეს უზარმაზარი ოჯახი, როგორც უკვე გითხარით, დედას ქვია ნინელი, ეს არის ლენინის უკუღმა, რო წავიკითხოთ, ეს არის იგივე ლენინი, მაშინ იყო ასეთი ბევრი სახელები, ლენსტამბერი და დაზმირი და რა ვიცი და დაზრასტუით მირს ნიშნავდა და უამრავი ესეთი კომპოზიტური სახელები იყო და ერთ-ერთია ეს ნინელ, ანუ ლენინ. ის მუშაობს რუსეთისთვის ატომურ ელექტროსადგურზე გაცილებით უფრო მეტად სტრატეგიულ ობიექტზე, ეს გახლავთ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში გამყიდველი. მამა არის ატვირთო მანქანის მძღოლი, მათ აქვთ 800 კვადრატული მეტრი მიწა, ყავთ 2 ძროხა, 4 ღორი და ამ მიკროსკოპულ ნაკვეთზე მოყავთ კარტოფილი, რაღაც ბოსტნეული და ამით გააქვთ თავი ძირითადად. დედა თუ როგორც გითხარით პორტუენით და არყით ვაჭრობს, ამავე დროს პარალელურად მამა არის მძღოლი, მაგრამ
ასევე პარალელურად გახლავთ რუსული ტრადიციის მიხედვით ალკოჰოლის პროფესიონალი მომხმარებელია იგი და რამდენიმე ჭიქის შემდეგ გართობის თავისებური მეთოდი აქვს მას იგი თოფს გადმოიღებს ხოლმე და იძახის ლაჟის ანუ დაწექიდან ბავშვები თუ არ წვევიან იწყებს სროლას მოკლედ ეს გრძელდება წლების განმავლობაში სანამ უფროსი ბიჭები არ წამოიზრდებიან და კიდევ ერთ-ერთი ლაჟის მაგივრად სანამ დაიძახებდა ლაჟის და თოფს გადმოიღებდა ეს დიმიტრი ავეჩკინი მას ორი წამოზრდილი უკვე მოზრდილი ბიჭიც ისე გაიგდებს წილქვეშ რომ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვლება ეს ხდება 1984 წელს ანუ ტრაგედიამდე თავარ ტრაგედიამდე 4 წლით ადრე 1985 წელს როგორც ითხარით გორბაჩოვი მოდის და მას მოყვება ლიგაჩოვი იგორ ლიგაჩოვი გახდა ძალიან კოლორიტული პიროვნება რომელიც სხვაშორის ახლახან გარდაიცვალა 101 წლის ასაკში და ლიგაჩოვმა თქვა რომ ჩვენი მთავარი სატკივარი და მთავარი მუხრუჭი ეს არის ალკოჰოლი და გამოაცხადა აი ეგრეთ წოდებული თლათშრალი კანონი არ იყო ანუ ალკოჰოლი არ აუკრძალავთ მაგრამ შეიზღუდა მისი გაყიდვა თუ ადრე დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე შეგვიძლია ყიდვა ახლა შეგვიძლია დღის 2 საათიდან 5 საათამდე მხოლოდ ანუ 3 4 5 3 საათის განმავლობაში ეს კატასტროფაა რუსეთისთვის იქ მოგეხსენებათ ნაბახუსევზე ანუ პახმელიაზე გამოსვლა დღესასწაულია ფაქტიურად რომ წინა დღეს რო დალევ შემდეგ დილით მაღაზიაში უნდა მიხვიდე შენი დოზა აიღო და იმით გამოიკეთო თავი როგორც თვითონ ეძახიან ბუძიმ ლიჩიც ანუ კურნალობ თუ ამითო და ეს სამკურნალო მოусმეს რა ვარია ღვინის და ალკოჰოლის მაღაზიებთან რომელიც 2-3 საათით მუშაობს სულ აი მესამე მსოფლიო ომი იწყება ყოველ დღე ეს არის კატასტროფა მე ჩემი თვალით მაგას ყველაფერი ნანახი ხალხი ყიდულობს ყველაფერს რასაც კი რომლის შემადგენლობაშიც კი ალკოჰოლი შედის და მე მაგალითად ერთ-ერთ ციმბირულ ქალაქში ასევე ნანახი მაქვს როგორ ყიდულობდნენ ქართულ წვენებს დიდი რაოდენობით 3 ლიტრიანი კილებით გამოდიოდა მაშინ და მე ჩემს მასმიძელს ვუთხარი რომ ეს წვენები არ ვარგა იმიტომ რომ რისგანაა გაკეთებული კაცმა არის ის მოგეხსენებათ მაშინ წვენებში დიდი ფული კეთდებოდა მილიონები კეთდებოდა და ეს წვენები არ იყო ნატურალური მაგრამ მაშინ იყო დიდი რაოდენობით შაქარი ჩემმა მასმიძელმა ამიხსნა ამ კილებში ყრიან საფუარს და შემდეგ სპირტად გარდაიქმნება შაქარი ამას გამოხდიან ან პირდაპირ როგორც ბრაგას ისე სვამენ და ეს არისო ალკოჰოლია სუფთა ალკოჰოლია ისე უციმციმებდა იმას თვალებით თვითონაც უნდა დაეტყვა ყიდვა მაგრამ ჩემი სიარცხვა ნუ მოკლედ საშინელება ხდება საბჭოთა კავშირში და ალკოჰოლური მაღაზიების გამყიდველები არიან სამოთხეში იმიტომ რომ მათ აქვთ წვდომა რა თქმა უნდა ამ სასმელზე და ისინი დახს ქვემოდან იყო ასეთი ტერმინი ახალგაზრდებს არ გეცოდინებათ ყველაფრის დეფიციტი როცა იყო თქვა იგივე ნორმალური სიგარეტის ნორმალური ლუდის ნორმალური ფეხსაცმლის წინდისაც კი ეს ყველაფერი დახს ქვემოდან იყიდებოდა ანუ შავად იყიდებოდა თუ თქვა ფეხსაცმელი ყიდა 20 მანეთი სიტყვაზე თქვა გამყიდველი მას შავად ყიდა უკვე 30 მანეთად და გამყიდველის ბედნიერი იყო და მყიდველის ბედნიერი იყო ასე რომ ნინელი ფაქტიურად ქერის ორმოშია, იგი ყიდის ალკოჰოლს ქვემოდან, დახს ქვემოდან და ასე გააქვთ თავი და საკმაოდ კარგად ცხოვრობს ეს ოჯახი, შემდეგ უკვე როგორც გმირდედას მას აძლევენ 2 სამოთახიან ბინას ირკუტსკში, ეს ძალიან დიდი ამბავი იყო იმ დროისთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ბარაკიდან, სადაც ტუალეტში დადიოდნენ 2 კილომეტრის მოშორებით და აბაზანა საერთოდ არ იცოდნენ მიიღეს იზოლირებული ბინები, თავისი აბაზანი, ტუალეტი, სამზარეულოთი და ასე შემდეგ. თვითონ ნინელის ჰქონდა კლასიკური საბჭოური ბავშვობა გავლილი, სანამ მამა მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და შემდეგ იგი დაიკარგა კიდეც, დედა მუშაობდა ადგილობრივ მეურნეობაში. ერთხელაც მას გაუჩხრიკა ჩანთა მეურნეობის დარაჯმა და უპოვა შიგნით 8 კარტოფილი, ანუ ამოუთხრია ამ საცოდავ ქალს და ჩაუწყვია რომ თავის შვილებისთვის წაეღო და დარაჯმა არცაცია არცაცხელა ამოიღო იარაღი და თავში ესროლა და რა თქმა უნდა ადგილზე მოკლა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო მაშინ საბჭოთა კავშირში რამდენიმე თავთავი რომ აგეღო
იმისთვის შეიძლება ბავშვი გაეშვათ ლაგერებში. მისი მშობლები დაეხრიდათ. ეს იმათ, ვინცაც ძალიან უყვარს ის დრო. დაობლებული ნინელი აღზარდა მამიდამ, ქალი ბავშვობიდანვე იყო მიჩვეული ისეთ მძიმე შრომას და კარგად იცოდა, რომ ბრძოლის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევდა და მას საკმაოდ მკაცრი ხასიათი ჩამოუყალიბდა და ამავე დროს იგი არის კრუხი, ნამდვილი კრუხი, რომელიც გადაფარებული არის თავის შვილებზე და შვილები კი როგორც გითხარით 11 ყავს. ახლა ვნახოთ ვინ არიან ისინი, იმიტომ რომ ეს ჩვენ დაგვჭირდება სამომავლოდ, კი არა და მთელი თხრობის განმავლობაში. მე აქ უბრალოდ ჩამოვწერე, იმიტომ რომ რთულია ყველაფრის ასე დამახსოვრება. აი ხედავთ, ესენი არიან ესე იგი 32 წლის ლიუდმილა, შემდეგ მოდის 28 წლის ოლგა, 26 წლის ვასილი, 24 წლის დიმიტრი, ოლეგი 21 წლის, ალექსანდრე 19 წლის, იგორი 17 წლის, მიხეილი 13 წლის, სერგეი 9 წლის, იქეთ ტატიანა ყავს 14 წლის და ულიანა 10 წლის. აი ხედავთ თქვენ რომ ფაქტიურად 2 წელი არის ზოგად ერთიც კი არის განსხვავება ბავშვებს შორის და მხოლოდ ლიუდმილასა და ოლგას შორის არის 4 წელი. ეს ის 4 წელია, როდესაც ნინელის გაუჩნდა კიდევ ერთი გოგო, ის მე-12, რომელიც 6 თვის ასაკში დაიღუპა და ამის მერე ნინელიმ განაცხადა, რომ მე რამდენი შვილიც მეყოლება იმდენს გავაჩენო, ანუ აბორტს არ გავიკეთებო და მართლაც შეასრულა ეს პირობა. ვასილის და დიმიტრის სკოლაში ისინი პატარები არიან ჯერჯერობით, ჩააბარეს ერთ დოლი იყო თუ რა ერქვა, ბარაბანს ეძახდნენ და ასევე იყო პიონერული საყვირი, რომელიც მხოლოდ სამბგერას იღებდა, საშინელი ხმა ჰქონდა. მაგრამ ბავშვებმა ეს კარგად აითვისეს და იმდენად კარგად აითვისეს, რომ რაღაც დაყავდათ ხოლმე და ეს უკრავდა ამ ბარაბანზე, ის მეორე უკრავდა საყვირზე და მოკლედ გამოდგა, რომ მათ მუსიკალური ნიჭი აქვთ. ნელ-ნელა სხვა ბიჭებიც წამოიზარდნენ, მათაც აღმოაჩნდათ ესეთი მუსიკალური ნიჭი, ისინი მიიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, იქ ძალიან კარგი პედაგოგი ყავდათ მათ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოდი გავაკეთოთ ესეთ საოჯახო ანსამბლიო. მაშინ საოჯახო ანსამბლები ძალიან პოპულარული იყო, საქართველოშიც იყო ასეთი ანსამბლი, ჩემთვის უსაყვარლესი და ჩემი მშობლიური ხალხის, ეს გახლდათ ჩიქოვანების ულამაზესი ოჯახის ულამაზესი სიმღერებით გაჯერებული ანსამბლი. მოკლედ ჩამოყალიბდა ეს საოჯახო ანსამბლი, რომელსაც დაარქვეს სემ სიმეონოვ, ანუ 7 სიმეონი. ციმბირული ზღაპარია, სადაც 7 ტყუპი ბიჭი, 7 სამეფოს მეფე ხდება და ასეთი 7 სიმეონი მართალია არც ერთს არ ქვია ამ ბიჭებიდან, მაგრამ ასეთ სახელი დაირქვეს და ძველ საბჭოთა კავშირში მათი სახელი გავარდა. სხვა შორის ყველაზე ნიჭიერები უმცროსები იყვნენ, აი ეს მიშა მაგალითად, რომელიც ძალიან კარგად უკრავდა ისეთ რთულ ინსტრუმენტზე, როგორც ტრომბონია და მეორე სერგეი, რომელიც სულად პატარა იყო, 9 წლის და იგი ბანჯოსხელა იყო, იმ ბანჯოსხელა, რომელზეც იგი უკრავდა და ბანჯო ზოგადად საბჭოთა კავშირში არ იყო იმდენად პოპულარული და ცნობილი ინსტრუმენტი, მოგეხსენებათ ეს ესეთი ველური დასავლეთისთვის და კანტრი მუსიკისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტი უფროა. მოკლედ ნინელი ბავშვებს ზრდის ციმბირის და აი დეპრესიული რეგიონის ფონზე ძალიან კარგად, ბავშვებს არაფერი არ აკლიათ, ცივნიავს არ აკარებენ, ოჯახში მკაცრი დისციპლინაა, სხვანაირად არ შეიძლება, რომ ამდენი ბიჭია სხვადასხვა ასაკის, ყველა მიცის თავისი მოვალეობა, ეს ბიჭები სხვა შორის ის ნაკვეთი მათ დარჩათ, ის სახლიდან ნაკვეთი და იმასაც უვლიან, ურთიერთპატივისცემა აქვთ ერთმანეთის, დაძმური სიყვარული აქვთ, მოკლედ ძალიან შეკრული, კომპაქტური და ესეთი ძლიერი ოჯახია და ერთადერთი ლიუდმილა არის გათხოვილი, იგი გათხოვილია და სხვა ქალაქში გადადის თავის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად და დედა ყველანაირად ცდილობს ნინელი, რომ რაღაცნაირად ფული შეაგროვოს, ბიჭებიც ეხმარებიან და ყიდულობენ ყველაზე კარგ ინსტრუმენტებს. ეს ძალიან ძვირი იყო, მაშინ ჯერთი უნდა გეშოვნა,
და მე თვითონ სახელმწიფო ამაში არ დახმარებიან მათ და საკმაოდ ძვირიანი ინსტრუმენტებია ეს დასარტყამები, სინთეზატორები, პიანინო, კონტრაბასი, საქსოფონი, ტრომბონი, გიტარები, ბანჯო და მოკლედ. ეს ათასები ღირს, ათასები მაშინ დიდი ფულია. 7 ძმა უკრავს ჯაზს ძალიან კარგად. ჯაზი არ იყო მაინც და მაინც მიღებული მუსიკა საბჭოთა კავშირში უკვე 80-იან წლებია და ასე თუ ისე მოშვებულია ჭანჭიკები და გასტროლებზეც დადიან და მათ შორის ისინი არიან 85 წელს ჩამოდიან თბილისში ჯაზ ფესტივალზე. აქედან ისინი მიდიან სოხუმში, იქაც უკრავენ და პირველად ხედავენ ზღვას და ტვიდან გადადიან, არსებობს ამის დოკუმენტური კადრებიც და გავიცე ხედავთ როგორ ერთობიან ისინი ზღვაზე. უბრალოდ ბიჭებმა მოიხადეს სავალდებულო საჯარისო სამსახური და ამის შემდეგ გადაწყვიტეს რომ მათ სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება, რომ უფრო სერიოზული ანსამბლი გაკეთდეს, ამიტომ ისინი მიდიან მოსკოვში და 1986 წელს აბარებენ, უბრალოდ უგამოცდოდ იღებენ მათ გნესინების ძალიან ცნობილ მუსიკალურ სასწავლებელში ეს 1800 ჯერ კიდევ 1880-იან წლებში დაარსებული სასწავლებელია და ძალიან საინტერესო ფაქტია ის რომ ამ სასწავლებელი 5-მა დამ დააარსა და აქ ჩადის 3 ძმა სასწავლებლად, თუმცა ძმები საკმაოდ პრეტენზიულები არიან, ისინი ამბობენ რომ აქ ჩვენ ზრდა არ გვექნება და ერთ სემესტრს სწავლობენ მხოლოდ ფულიც შემოაკლდათ, რომელსაც ისინი გასტროლებით შეუვლობდნენ და ბრუნდებიან ირკუტსკში. სიმეონების პიკი უკვე გადადის. ხა ისეთი პერიოდია საბჭოთა კავშირში, ეს 87-88 წელია, ეს ამ პერიოდზე გვაქვს ახლა ჩვენ საუბარი, რომ უკიდურესი გაჭირვება არა. აი ეს კონცერტები, აი ეს გასტროლები, ვის აინტერესებს შენი სიმეონები და ბანჯოზე დაკვრა, როცა ელემენტარულად მაღაზიაში შედიხარ და საერთოდ არაფერი არ არის და გაჩნდა ტალონები, ტალონები დიდი ხნის გაჩენილი იყო, მაგრამ ლობიოც კი აი საქართველოში წარმოიდგინეთ, ლობიო იყო რაღაც 9 კილო ლობიო ტალონზე თვეში შეგეძლო გეყიდა 200 გრამი კარაკი. ანუ ფაქტიურად ტალახში წევს, მყარი ნახევრად და ოდნავ სუნთქავს საბჭოთა კავშირი, ეკონომიკა არის აბსოლუტურად გამორთული. და აი როგორც ზღაპარში რო ხდება ხოლმე, მართლაც ზღაპრული რამ ხდება მათ ცხოვრებაში და მართლაც ზღაპარში ხვდებიან ისინი, მათ იწვევენ იაპონიაში. იაპონიაში მიდიან ისინი 3 კვირით, იქ აძლევენ გასტროლებს და მაშინ ხვდებიან რომ რაღაცა კოშმარში უცხოვრიათ აქამდე. ანუ ნახეს ეს აოცრებები, ეს გადავსებული პირველ რიგში რასაც აქცევდა ყურადღება საბჭოთა მოქალაქე, როდესაც აი ესეთ კაპიტალისტურ ქვეყანაში მოხდებოდა ხოლმე სასურსათო მაღაზია, რომელშიც იდო რამდენიმე ათეული თუ ასეული სახეობის ყველი, ზეხვეული, რა ვიცი, ეს იყო ძირითადი ისა, ხო? და მიხვდნენ რომ მათი ადგილი საბჭოთა კავშირში არ არის და მათი ადგილი არის კაპიტალისტურ ქვეყანაში. უფროსი არის ვასილი, რომელიც ესეთი ლიდერიც არის და ის ეტყვის თავის ძმებს რომ მოდით მე წავალ ამერიკის საელჩოში, ისინი რაღაც ქალაქში არიან, ახლა მე ამ ქალაქის სახელი არ მახსოვს და ამერიკის საელჩო არის ტოკიოში, ტოკიომდე არის დაახლოებით 300 კილომეტრი. ფული ბიჭებს არ აქვთ. იმიტომ რომ მათ რა თქმა უნდა ასენ მარტო არავინ გაუშვებდა, მათ მიუჩინეს 2 სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან თანამშრომელი და ისინი აკონტროლებენ ბიჭების ყველა ნაბიჯს აბსოლუტურად, ვინც ადმიდის, ვინც რას აკეთებს და ფულს აძლევენ, აი დაყვებიან მაღაზიაში, რისი ყიდვა გინდა, შენ თქვა კამფეტი გინდა, კარგი, უყიდის და აძლევს, ანუ ხელზე ფულს არ აძლევენ. და ამ გამომუშავებული, რასაც გამომუშავებენ, უკვე თვითფრინავში მისცემენ მათ და ასე ხელზე ფული არ აქვთ. ვასილი გადაწყვეტს, რომ ტოკიოში წავიდეს, მაგრამ რით უნდა წავიდეს, როგორ წავა? ენა მან არ იცის, ვერ ერკვევა, ფული არ აქვს, რაც თავარია და ტაქსი შოფერს ეუბნება, რომ აი ოქროს ბეჭედი მაქვს, აი ამას მოგცემ და წამიყვანე ტოკიოში, ვერ გააგებინებს ვერაფერს, მოკლედ ეს ერთი ვერსია არის, რომ ისინი ის ვერ მიაღწევს ამერიკის საელჩომდე და არის მეორე ვერსია, რომ ის შევა ამერიკის საელჩომდე მიაღწევს,
შევადა იქ ეტყვიან რომ თქვენ არანაირი პირობა არ გაქვთ რომ ეხლა ჩვენ მიიღოთ იქ ხამხელა ოჯახი და თავშესაფარი მოგცეთ, იმიტომ რომ არანაირი პოლიტიკური мотивация ჩვენ არ გვაქვსო ამისიო. ამ ვარიანტის მჯერა სხვათა შორის, იმიტომ რომ სწორედ ამ მომენტის შემდეგ მათ თავში ჩავარდება ის თესლი, რომელიც შემდეგ უკვე უზარმაზარ ხედ გაიზრდება და ამაზე გვექნება ჩვენ საუბარი ცოტა ხანში. ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა არის კიდევ ერთი მუხრუჭი, ბიჭები ძალიან არიან მიკერებული დედის კალთაზე და ესეც ცნობილია რომ თუ ისინი წავლენ დარჩებიან, თქვა იგივე იაპონიაში რომ დარჩენილიყვნენ, ისინი ფაქტიურად უნდა გამომშვიდობებოდნენ დებსაც და დედასაც ვერაზროს ცხოვრებაში. ახლა მათ რა იცოდნენ რომ 2-3 წელიწადში თავისუფლად შეიძლება უკვე წახვიდეს სადაც გინდა. და ამის გამო ესეც ერთ-ერთი მუხრუჭია. ერთ-ერთ ვიდეოში ესეთი ნაძირალა კაგებეშნიკი, რომელიც ამ ბიჭებს აი მოგზაურობაში ახლდა, ყვებოდა რომ ისინი იყვნენ ეს ხარბებიო, სულ ითხოვდნენ აი ეს კევი გვიყიდე, იქ ჯინსები გვიყიდე, ეს გვიყიდე. ბავშვები ფულს აკეთებდნენ სახელმწიფოსთვის, შემოქონდათ ვალუტა და აი ეს ნაძირალა კაცი, რომელიც დღემდე ცოცხალია, არის ალბათ 90 წლის, აი ამ ბიჭებს აბრალებს იმას, რომ ახალგაზრდა ბიჭებს კარგი ნორმალური ტანსაცმელი შეიძლება მონდომებოდათ და თქვათ ხარისხიანი კევი ეყიდათ ან ხარისხიანი შოკოლადი თუ რაც არის. მოკლედ ძმები ოვეჩკინები ირკუტსკში ჩამოდიან უკვე მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ ისინი ყველა მეთოდით ეცდებიან რომ მოხვდნენ საზღვარგარეთ და კერძოდ კაპიტალისტურ ქვეყანაში. ყველაფრის მოთავე გაგიკვირდება და არის არა უფროსი ძმები დიმიტრი და ვასილი, არამედ ოლეგი ილავენ სხვადასხვა ვარიანტებს. ერთი არის რომ ებრაელი უნდა იყოს რომ შეიტანოს საფუთები და შეიძლება 1-2 წლის შემდეგ გაღირსონ ის რომ წახვიდე თქვა ისრაელში, ისრაელიდან მერე წახვალ ნებისმიერ ქვეყანაში. მეორე რომ ცოლად მოიყვანო ან გათხოვდე უცხოელზე, მაგრამ ბევრნი არიან. 11 კაცი ლუდმილა გამოურიცხოთ, იმიტომ რომ იგი გადასულია სხვაგან ცხოვრობს და იგი საერთოდ არ არის ამ საქმეებში ჩართული. 10 ადამიანი პლუს დედა, ანუ ყველა ცოლი უნდა მოიყვანოს უცხოელი ან გათხოვდეს უცხოელზე. და ესეც კიდევ არ არის 100%-იანი გარანტია, რომ შენ მეუღლესთან გაგიშვებენ. არის მესამე ვარიანტი, რომ თქვათ, რომელიმე სასაზღვრო რეგიონში ჩავიდნენ და გადავიდნენ არალეგალურად საზღვარზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ვარიანტია, იმიტომ რომ სასაზღვრო რეგიონები არის იმ პერიოდში საოცრად დაცული. აი მაგალითად მე როდესაც ვალეზე გეუბნებოდით, ვალეში მოხვედრა ადვილი არ იყო, იმიტომ რომ იგი თურქეთის საზღვარზე იყო. და იქ რომ მოხვედრილიყავი, შენ ჭირდებოდა სპეციალური საბუთი, რომელსაც გაძლევდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. იქ რა თქმა უნდა შენ გამოწვევდნენ, რომ რომ იყავი უბრალოდ პოლიტიკურად სანდო, არ იყავი კრიმინალი და ასე შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ ეს საბუთი ეძლეოდა, ის რამდენიმე კვირიანი და ამით შედიოდი და გამოდიოდი. აი მაგალითად ჩემი თაობის ხალხს მაშინ არ შეეძლო, მაგრამ გონიოში და კვარიაში და საბშირო დადიხარ თქვენ დიდი სიამოვნებით და თავისუფლად და გადადიხარ და გადმოდიხარ თურქეთში და დაფრინავთ იტალიასა და გერმანიაში, ნურას უკაცრავად ასე არ იყო. გონიოშიც კი ვერ შედიოდი. ყველამ ვიცოდით რომ გონიოში კარგი ზღვა იყო. ვიცოდით რომ საბში კარგი ზღვა იყო, მაგრამ ვერ ვნახავდით უბრალოდ იმიტომ რომ იგი იყო სასაზღვრო ზონაში. და სასაზღვრო ზონაში ყველა მაცხოვრებელი ხო ცხოვრობდა ხალხი. ყველა მაცხოვრებელი იყო ვალდებული რომ თუ კი ვინმე უცხო გამოჩნდებოდა, აუცილებლად შეეტყობინებია სპეციალური ორგანოებისთვის და ორგანოები იცოცხლეთ ბლომად იყო, პირველ რიგში ეს იყო სასაზღვრო ჯარი, რომელიც ასევე კგბ-ს ეკუთვნოდა და რა თქმა უნდა კგბ-ს ფილიალები. და მომენტალურად იწყებდა შენზე ნადირობა და თუ დაგიჭერდნენ და იყავი არალეგალი, რა თქმა უნდა გაგამწესებდნენ ციხეში. რისგან იცავდნენ ეს ხალხი, ვის უნდა და ვინ გადმოვიდოდა საბჭოთა კავშირში, ვის ჰქონდა მაგის სურვილი რომ აქეთ გადმოსულიო. ეს ხალხი იცავდა საზღვარს, საბჭოთა კავშირი იცავდა საზღვარს, რომ იქეთ არ გაქცეულიყო ვინმე. აი მაგალითად მე მომინდა თქვა თურქეთში წასვლა, არ მინდა თქვენთან ერთად ცხოვრება და გაურბივარ, არ მიჭერენ და მიშვებენ 15 წლით ციხეში. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არა, ალბათ უფრო ტრაგიკული მოვლენა იყო, მოგეხსენებათ.
ერთ-ერთი სოფელი თქვა იგივე სარფი და ზედა სოფლები ხშირად არის შუაზე გაყოფილი საზღვრით. ნაწილი არის თურქეთში, ნაწილი არის საქართველოში და აი მაშინ როცა თქვა თურქეთის მხარეს გარდაიცვლებოდა მათი ნათესავი, ხო? ნათესავები იყვნენ გაყოფილები ამ საზღვრის ტირილით აცნობდნენ ერთმანეთს, რომ ესა და ეს გარდაიცვალა. აძლევდა საშვს საბჭოთა კავშირი რომ წასულიყვნენ, თქვა პანაშვიძე და დაგძალვაზე, მაგრამ აი წარნახეთ ახლა რა ხდება. მე ვცხოვრობ სარფში. 500 მეტრის იქე ცხოვრობს, 500 მეტრის იქე ცხოვრობს ჩემი ნათესავი, სადაც აი ეს უბედურება. შეიძლება ბედნიერება. მე რომ იმ 500 მეტრის გავლა მომიხდეს და იქ მოვხვდე, მე უნდა ჩავფრინდე თბილისში, გავიარო მთელი ეს პროცედურა KGB-ში. შემდეგ თბილისიდან გავფრინდე მოსკოვში, მოსკოვიდან გავფრინდე სტამბულში და სტამბულიდან ჩავიდე სარფში. ასევე უკანა გზაზე. წარმოგიდგენიათ 500 მეტრი აგერ უყურებ ადამიანს, ხედავ მის სახლს და ამ გზის გავლა გიწევდა. და არის მეოთხე ვარიანტი, ეს გახლავთ თვითმფრინავის გატაცება. ეს ფაქტიურად თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ ოვეჩკინები სწორედ ამ მეთოდს ირჩევენ გაქცევის. პირველ რიგში ოვეჩკინები იწყებენ ყველაფრის გაყიდვას, რაც კი აბადიათ ინსტრუმენტების ჩათვლით გარდა კონტრაბასისა. ამ გაყიდვებიდან შემოსულ ფულად ოლეგი და დიმიტრი ყიდულობენ თოფებს, რომლებსაც შემდეგ გადააჭრიან ლულებს და აკეთებენ ეგრეთ წოდებულ აბრეზებს. დიმიტრის ეხერხება ზეინკლობა, იგი გამოჩარხავს სპეციალურ ესეთ ქილებს, რომლებშიც ჩაყრის დენტს და შემდეგ უკვე ამზადებს ხელნაკეთ ყუმბარებს. რა თქმა უნდა, ეს ყუმბარები არ არის ისეთი, როგორც თქვა, ქარხნული წესით დამზადებული, მაგრამ მაინც როდესაც გამოცდიან, რამდენიმეს გააკეთებენ, გამოცდიან, აი მშვენივრად ფეთქდება. ასევე ისინი ამ შემოსული ფულით ყიდულობენ ძვირფას ტანსაცმელს გადამყიდველებთან, რომ უცხოეთში, სადაც ისინი ცოტა ხანში მოხვდებიან, ნორმალურად ჩაცმულები იყონ და შთაბეჭდილება მოახდინონ ადგილობრივებზე. ასევე ძალიან ცოტა რამ აქვთ მათ ბარკში, იმიტომ რომ გაქცევა რომ მოუხდეთ, შეეძლოთ ადვილად ამის გაკეთება. 1988 წლის 5 მარტია ოჯახი იღებს ბილეთს თვითმფრინავზე, 10 ბილეთია აღებული და ისინი უნდა გაფრინდნენ ლენინგრადში. მაშინ ლენინგრადი ერქვა სანქტ-პეტერბურგს. არ მოდის რა თქმა უნდა ლიუდმილა, იმიტომ რომ ლიუდმილა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს და არც გააგებინებენ მას, მაგრამ აღმოჩნდება რომ აეროპორტში არ მოვა ოლგა. ოლგა ეს უფროსი და რომელიც მეორე დედასავით არის და რომელსაც ფაქტიურად გამოზარდა ეს ბიჭები, არ მოდის იმიტომ რომ იგი ორსულად არის. ოლგას გარეშე ისინი არ მიდიან, ჩააბარებენ ბილეთებს, გადაცვლიან 8 მარტზე, ამასობაში ოლგას იპოვიან და 28 წლის ქალს ფაქტიურად ძალით აიყვანენ თვითმფრინავში. კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად მე გავიხსენებ თუ ვინ ადის თუ 154-ში 1988 წლის 8 მარტს. ესენი გახლავთ ლიუდმილა როგორც თქვით რჩება და აი ეს დანარჩენები. დანარჩენი ყველა, ანუ ოლგა, ვასილი, დიმიტრი, ოლეგი, ტატიანა, ალექსანდრე, ულიანა, იგორი, მიხეილი, სერგეი და რა თქმა უნდა დედა ნინელ ავეჩკინა. იარაღს ისინი მალავენ კონტრაბასის ფუტლярში. ამ დროს უკვე არის დაწყებული თვითმფრინავის ბარგის შემოწმება, მოიხსენებათ მანამდე რამდენიმე ფაქტი მოხდა თვითმფრინავის გატაცების, ცდელობისაც და გატაცებისაც და ამიტომ მეტნაკლებად გამკაცრებულია თვითონ კონტროლი. კონტრაბასს მოიხსენებათ საკმაოდ დიდი ყუთი აქვს, რომელშიც იგი რომელთაც ხდება მისი ტრანსპორტირება და იგი არ შედის რენტგენის აპარატში. ამიტომ კონტრაბასს უკან გაუკეთებენ თვითონ ამ ყუთს, ისეთ სამალავს და იმ სამალავში ეტევა 3 თოფი და 4 ცალი ყუმბარა. და გაივლის კონტროლს ჩვეულებრივად ამ კონტრაბასს აიტანენ ისინი სალონში. თვითმფრინავი არის ნახევრად სავსე, ამიტომ მთელი ოჯახი განთავსდება უკანა მეორე სალონში. სალონებს შორის განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ჩამოფარებული იყო ფარდა იქეთაც და აქეთაც ერთნაირი სკამები და ერთნაირი კომფორტი იყო, როგორც საბჭოთა
კომფორტ შეესაბამება ისეთი. ისინი ხდებიან მეორე სალონში და გვერდით უდევთ აი მიარაღით გატენილი კონტრაბასი. 12 საათსა და 18 წუთზე ირკუტსკიდან აფრენილი თვითმფრინავი ჯდება კურგანის აეროპორტში. ეს ნახევარი გზაა დაახლოებით სანქტ-პეტერბურგამდე, იმ დროინდელ ლენინგრადამდე. გზავრები ჩამოდიან. თვითმფრინავი უნდა შეივსოს ახალი მგზავრებით, უნდა ჩაასხარ მაშინ საწვავი და ამაში 1 საათი იკარგება და ძმები იწყებენ ნერვიულობას, იმიტომ რომ კონტრაბასი მათ დატოვებული აქვს იქ და ვაი თუ ვინმემ დაიწყოს შემოწმება თუ რა არის ბარგში. კონტრაბასი საკმაოდ მძიმეა, იმაზე ორჯერ მძიმეა ვიდრე უნდა იყოს, იმიტომ რომ გამოსებული არის აი მიარაღით, ხო? და ამ ნერვიულობისას ძმები იღებენ საბედისწერო გადაწყვეტილებას. ჩაფიქრებული იყო ასეთი რამ, ისინი უნდა ჩაფრენილიყვნენ სანქტ-პეტერბურგში, იქ 2-3 დღე დარჩენილიყვნენ და უკანა ბილეთებიც აქვთ მათ აღებული და უკანა გზაზე, როდესაც თვითმფრინავი სავსე იქნებოდა საწვავით, მაშინ გაეტაცებინათ. მაგრამ ვასილი და დიმიტრი გადაწყვეტენ, რომ ეს ძალიან სარისკოა. ეხლა ირკუტსკში ისინი გამოატარეს და აატანინეს კონტრაბასი, იმიტომ რომ ჯერ ერთი მათ იქ იცნობენ და ძალიან პოპულარულები არიან და არაღარ ჩაუკირკიტდნენ. და ლენინგრადში კაცმა არის ის აეროპორტში რა მოხდება. ამიტომ მოდით ახლავე, როგორც კი აფრინდება თვითმფრინავი, სანამ ლენინგრადში დაჯდება, მანამდე უნდა გავიტაცოთ და ეს იყო ისევ იმეორებს საბედისწერო შეცდომა. თვითმფრინავი ფრინდება, მიემართება ლენინგრადისკენ, ლენინგრადამდე არის 2000 კილომეტრი დაახლოებით და 55 წუთია დარჩენილი, როდესაც ბორტგამცირებელი აცხადებს, რომ ცოტა ხანში თვითმფრინავი დაიწყებს დაშვებას, ამიტომ უნდა დავიწყოთ მომზადება, ან უნდა შევიკრათ ღვედები და თუ ვინმეს თქვა წყალი გაქვს დასალევი, ან ხშირად რაღაცა, შემიძლია ახლავე ჩვენ კიდე 10 წუთი გვაქვს, სანამ დაშვებას დავიწყებთ და ამ დროს ერთ-ერთი უკანა სალონის ერთ-ერთი სკამიდან წამოიმართება ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი, მიდის ბორტგამცირებელთან, სახელად ირინასთან და მას გადასცემს კონვერტს. და ეუბნება, რომ ეს კონვერტი წაუღე მთავარ პილოტს. აუცილებლად მას გადაეცი ხელში. ირინა იფიქრებს, ეხლა ჩვენ 8 მარტიაო და ალბათ მოსალოცე არიოში ინითო, მაგრამ მე დაფიქრდება, ეხლა პილოტები მამაკაცები არიან, ვის ულოცავსო და ამიტომ გზაში გახსნის ამბარაც და ფეხებიც და მუხლებიც მოეკვეთება. იქ წერია, რომ ჩვენ ვიტაცებთ თვითმფრინავს, ახლავე აქედანვე თქვენ მიფრინავთ ლონდონში, ჩვენ გვაქვს იარაღი, ჩვენ გვაქვს ბომბები და თუ ჩვენ შევამჩნევთ, რომ თქვენ ჯდებით საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ჩვენ თვითმფრინავს ვაფეთქებთ, იმიტომ რომ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ირინამ თავიდან იფიქრა, რომ რაღაც ხუმრობასთან არის საქმე, მაგრამ უკან რომ მოიხედა, მან დაინახა, რომ უკანა აი სავარძლებზე სყედან ახალგაზრდა ბიჭები, აქედან 4 ბიჭი საკმაოდ მოზრდილია და ისინი ესეთი გამჭოლი მზერით უყურებენ მას და ასევე ვასილიმ ოდნავ შეხსნა თავისი ლაბადა და დაანახა ირინას, რომ მას იქ გადაჭრილი თოფი უდევს. ანუ სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე ამ ქალს ეგონა და იგი კაბინისკენ მიდის და ბარაც გადასცემს ეკიპაჟს. თავარი პილოტი იწყებს თუ არა კითხვას, მომენტალურად იგი აჭერს სპეციალურ ღილაკს თითს, რომელიც Mayday-ს გადასცემს, ანუ რომ განგაშია, რომ თვითმფრინავი ბორტი თვითონ არის საფრთხეში და სთხოვს ირინას, რომ დაბრუნდეს სალონში, თვითონ კი კეტავს გერმეტულად დაჯავშნულ კარს, რომ ვერ შეაღწიონ შიგნით უკვე ტერორისტებმა. ასევე იგი თხოვს ირინას, რომ გაარკვიოს ზუსტად რა უნდათ ამ ადამიანებს. ანუ სად უნდა დაფრინდნენ, რა უნდა გააკეთოს პილოტმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თვითმფრინავში კიდევ 167 ადამიანია. ირინა თავის მეწყვილესთან, უბრალოდ ეს ქალი, ეს ტამარა ჟარკაია, ასეთი გვარი აქვს მას, არ ვიცი, მეგრული გვარი არის ჟარკაია, ესეთი, მაგრამ აშკარად არ არის რუსული გვარი, რაღაც მეგრულს უფრო გავს და იმ ტამარა ჟარკაია არის მთავარი ბორტგამცირებელი, ანუ რანგით უფრო მაღლა დგას ვიდრე ირინა და ეუბნება მას, რომ
იქნება ერთადო დაველაპარაკოთ თუ ამ ხალხსო. Tamara ჟარკაიასთან დაკავშირებული არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. 21 წელს, ანუ 4 წლის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ თითქოს დაადგინა, რომ ეს გოგონა, ირკუტსკელი გოგონა 28 წლის, რომ თითქოს იგი იყო ვასილის შეყვარებული. მოკლედ საქმის კურსში იყო. ასე ამბობს ეს ჟურნალისტი, ეს Tamara ჟარკაიაო. ზირინას მოგონებითაც Tamara პირდაპირ ვასილისთან მიდის და ვასილისთან იწყებს მოლაპარაკებას თუ საუბარს. მაგრამ ვასილი აჩვენებს მთელ თავის არსენალს და ეუბნება, რომ ისინი ხუმრობას ნამდვილად არ აპირებენ და მათ იმეორებენ, რომ დასაკარგი არაფერი აქვს და თავსაც აიფეთქებენ და გზავრებსაც დაუპავენ, ასე რომ სჯობს ფრინავებმა შეასრულონ მათი მოთხოვნა და მშვიდობიანად დააბრუნონ შემდეგ ეს ხალხი უკან. ანუ ყველა ვარიანტში ჩვენ უნდა გავფრინდეთ ლონდონში. იწყება მოლაპარაკებები საკმაოდ რთული, მიწიდან ფრინავები იღებენ ინფორმაციას, შემდეგ მასში დაკავშირით გადაცემენ აი ამ ქალებს, ეს ქალები გადაცემენ ვასილის და დიმიტრის, ისინი უკან უბრუნებენ ინფორმაციას და ეს ყველაფერი მიდის აი ამ ჯაჭვით კვლავ მიწაზე და ხელისუფლება ეუბნება პილოტებს, რომ არავითარ შემთხვევაში თქვენ არ გადალახავთ საბჭოთა კავშირის საზღვრებს და რომ მოვატყუოთ ჩვენ ეს ახალგაზრდები, გავაკეთოთ ასეთი რამ უთხარით, რომ თქვენ მიფრინავთ ფინეთში, კაპიტალისტური ქვეყანა, თვითონ აეროპორტი არის კოტკა და ასეთი აეროპორტი მართლაც არსებობს, იგი 200 კილომეტრშია დაახლოებით სანქტ-პეტერბურგიდან და რომ თქვენ არ გაქვთ საწვავი, რომ ლონდონამდე ჩაფრინდეთ. ლონდონამდე არის 2000 კილომეტრი და ისედაც მართლაც არ აქვს საწვავი. იმიტომ რომ 2000 კილომეტრი მათ იფრინეს, შემდეგ სადღაც 200-300 კილომეტრის სათადარიგო საწვავი აქვს, რომ თქვათ რამე თუ მოხდა თვითმფრინავმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე სხვა სათადარიგოზე დაჯდეს, მაგრამ მეტი არ აქვს და ლონდონამდე, როგორც გითხარით, 2000 კილომეტრია, ისინი მართლა ვერ გაფრინდებიან საწვავის გარეშე. აი ეს იყო ის საბედისწერო შეცნობა. ისინი რომ დამჯდარიყვნენ თვითმფრინავზე ლენინგრადში და ლენინგრადიდან ებრძანებინათ უკვე ლონდონში გაფრენა, ამ შემთხვევაში ფრინავი მოახერხებდა ამას. ფიზიკურად მოახერხებდა, იმიტომ რომ მას საწვავი ექნებოდა საკმარისი. ამ ყველაფრის შესატყობინებლად პირადად გამოდის კაბინიდან ბორტინჟინერი, ის საკმაოდ სოლიდური მამაკაცი გახლავთ და ასაკიანი კაცია, იგი საუბრება გამტაცებლებს და მეუბნება, რომ აი ესეთი მდგომარეობაა, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საწვავი და ერთადერთი საშუალება გვაქვს ის, რომ დავსხდეთ ფინეთში, იქ ავიღოთ საწვავი, შემდეგ ავფრინდეთ და წავიდეთ ლონდონისკენ. ამიტომ არ არის აუცილებელი აი ეს რომ მოშვერილი რო გაქვთ ჩემზე 4 ტოპი და ყუმბარები გიჭირავთ ხელში, დამშვიდით, დაწყნარდით, ჩვენ ცოტა ხანში დავიწყებთ დაშვებას და დავჯდებით ფინეთში. ფინეთი მოგხსენებათ კაპიტალისტური ქვეყანა. სხვა გამოსავალი არ აქვს არც ერთ მხარეს პრინციპში და სხვა შორის ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, რომ თვითმფრინავს გვერდით მოყვება ისე რომ პილოტებმა არ იციან, წარმოდგენაც არ აქვთ და ისინი ვერ ხედავენ გამანადგურებელი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც როგორც კი გადავა საზღვარისკენ დაიძრება აი ეს ბორტი, მათ ბრძანება აქვთ, რომ ჩამოაგდონ იგი. ესეც საბჭოური მეთოდია. ანუ ის რომ თქვა 10 ადამიანი შენთან ცხოვრებას არ აპირებს, არ უნდა შენთან ერთად ცხოვრება. და არ უშვებ, ხო? ამიტომ ისინი იძულებული ხდებიან აი ესეთ უკიდურეს და საშინელ მეთოდს მიმართონ, როგორც არის ტერორისტული აქტი. შენ კიდე ამას ამატებ იმას, რომ შეგიძლია ყველა გაანადგურო, ვინც ბორტზე, ოღონდ ეს 10 კაცი არ წავიდეს შენი ქვეყნიდან, ანუ შენი სახლიდან, რომელიც არ მოსწონს მას. წარმოგიდგენთ, რა დონის სადიზმია, რა დონის ბოროტებაა, რომ შენ ამ 10 ადამიანი, კარგი თქვა, ეს 10 ადამიანი დამნაშავეა და თქვა დასაყრეტებიც არიან. სიტყვაზე დაშვებას ვაკეთებ. იმ 160 ადამიანმა რა დააშავა იმ ბავშვებმა, იმ ქალებმა და მამაკაცებმა და იმ პილოტებმა და იმ გოგონებმა, ბორტგამცილებლებმა, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არ არიან. კარგი ჩაფრინდება ეს თვითმფრინავი, ჩამოვლენ ეს ოხრები ამ თვითმფრინავიდან
და გამოფრინდება უკან. რომელი თქვა ბირთვული საიდუმლო მიაქვთ მათ, რა მიაქვთ, ისეთი ერთი კონტრაბასი მიაქვთ და ჯიბეში კევები მაქსიმუმ იაპონიიდან ჩამოტანილი. ასეა თუ ისე ყოველ შემთხვევაში ფრინავებმაც დაახლოებით იციან, რომ მათ არავინ გადაუშვებს კაპიტალისტურ ქვეყანაში თუ ამის დაშვება არ არის. ახლა უშვებენ პილოტები იმასაც, რომ თქვათ იციან ბიჭებმა გეოგრაფია და ამიტომ ისინი ფინეთის ყურეში შედიან თვითფრინავით, მაგრამ პირდაპირ კი აღარ აგრძელებენ გზას, არამედ მარჯვნივ გადაუხვევენ. Очень агрессивно настроены, да? Да. Если не слышат, они сейчас кабину. Командир, действовать по инструкции. Кабину не пускайте пока. Кабину не пускайте. Вы можете нашу связь, мой разговор вывести в салон? Можете? Сейчас, минуту. Внимание, говорит командование Северо-Западного пограничного округа. Мы предлагаем вам выпустить пассажиров, находящихся в салоне, в обмен на заправку самолета и гарантируем вылет в Хельсинки, столицу Финляндии. Конец связи. Командир, значит, Тихомиров опять говорит, я тебя очень прошу. Главная задача сейчас. Еще минут 20-30 потяните время. Ссылайтесь на что угодно, там, на южнокорейский самолет, на отсутствие документов, заправку, что угодно. Но полчаса потяните время. Согласятся они, не согласятся, пусть они думают, обсуждают. Нам главное сейчас надо время. Все силы уже готовы, так что будьте спокойны. В течение получаса мы все проблемы решим. Вы понимаете, о чем идет разговор? Вы им скажите, что если только будет произведен хоть один выстрел, они себя ставят вне закона и будут уничтожены, как бешеные собаки. Об огне не может быть и речи. А так им грозит 2-3 года, не более, в условиях демократизации. Начали стрелять, я вам говорю. Начали стрелять? Да. Куда выстрел, выясните. Дверь? Начали стрелять в дверь? Понял. На выстрелы не отвечать. Уничтожена в дверь. Дверь выдержит таран или не выдержит? Что ты сделать? Если вломятся в салон, уничтожать. Нет, я просто в телефоне говорю. Второй выстрел куда был? Нашу дверь. Вашу дверь, поняли. თუ 154 იწყებს დაშვებას. ბორტგამცილებლებმაც კი არ იციან, რომ თვითფრინავი ფინეთის ნაცვლად და კოტკას ნაცვლად იქვე ვეშჩევოს სამხედრო აეროდრომზე უნდა დაჯდეს და ეს აეროდრომი ახლა მართალია გაუქმებულია და გაპარტახებულია, მაგრამ მაშინ 37 წლის წინ აქეთკენ არის მიპყრობილი მთელი საბჭოთა კავშირის ძალოვანი სტრუქტურების თვალი და ყური, კგბ-დან დაწყებული თავდაცვის და ტრანსპორტის სამინისტროები, პარტიის ცენტრალური კომიტეტი, პოლიტბიურო, რა ვიცი, თვით გენერალური მდივანი გორბაჩოვი და მისი მოადგილეები და ასე შემდეგ, ხდება გაოგონარი რამ საბჭოთა ოჯახს აღარ უნდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება და უნდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. დაჯდომამდე ცოტა ხნით ადრე გამტაცებლებმა მოითხოვეს, რომ ერთ-ერთი ბორტგამცილებელი მათ გვერდით დაჯდეს და ეს ბორტგამცილებელი უნდა იყოს ტამარა ჟარკაია. ოვეჩკინები ილუმინატორზე არიან მიკრულები და ყურადღებით ათვალიერებენ გარემოს. ნინელი ყველაზე ადრე ხვდება, რომ ისინი მოატყუეს და არემარე ისეა გაოხრებული და მოპარტახებული, რომ ეს ნამდვილად ვერ იქნება ფინური თან სამოქალაქო აეროდრომი და მეორე წუთს და მეორე წამს ვასილი ზუსტად თვითფრინავის ცხვირთან
ხედავს სამხედროებით გადატენილ სატვირთო მანქანას, რომელსაც საბჭოთა ნომრები აქვს და საბჭოთა ჯარისკაცების ხედან მასში. დიმიტრის გააგებინებს ამ ამბავს. დიმიტრი როგორც ყველაზე ესეთ გაუწონასწორებელი ნერვიული ბიჭია, იგი ამოიღებს თობს და თქვენი დედაცო იტყვის მაინც მოგვატყუეთო და გაისვრის ორჯერ. გაისვრის ორჯერ ჰაერში რა ჭერში და ფრინავების კაბინისკენ გარბიან ოლეგი და ვასილი. ისინი ითხოვენ, რომ ბორტი აუცილებლად და ამავე წამს აფრინდეს, თორემ ისინი ააფეთქებენ იმ ხუმბარებს, რომლებიც მათ აქვთ. ჩარაზული კაბინიდან პასუხობენ, რომ არც ერთი გრამი საწვავი არ აქვთ. ანუ ვერც კი აფრინდებიან, ვერც კი დაიძვრება თვითფრინავი ადგილიდან, იმიტომ რომ მათ მთლიანად ამოწურეს საწვავი. თავარი პილოტი ემუდარება სამეთაურო პუნქტს, რომელიც განაგებს ამ მთელ სიტუაციას მიწაზე, რომ აუცილებლად მოიყვანონ საწვავი მანქანა, ეს მათ რაღაცა დროს მაინც მისცემს. ანუ დაანახებს ამ ადამიანებს, რომ უკვე სერიოზულად ხდება მათი პირობების შესრულება. მაგრამ იქედან პასუხობენ, რომ არა, ჩვენ უნდა გაუწელოთ მათ დრო რამდენი შეგვიძლია, იმიტომ ლენინგრადიდან გამოსული არის სპეცრაზმი, რომელიც წუთი-წუთზე ჩამოვა და უთხარით, რომ 9 საათში 15 წუთში საწვავის მანქანა გამოჩნდება. მანამდე არავითარ შემთხვევაში არაფერი არ გააკეთოთ. ოლეგი და დიმიტრი ტამარას ეუბნებიან, რომ თუ საწვავის მანქანა 15 წუთში არ გამოჩნდებიან, ისინი მას მოკლავენ. დიმიტრის ისევ მიამიტურად გონია, რომ სისტემასთან მოლაპარაკება შეუძლია თავისი გადაჭრილი თოფით და ხელნაკეთი ხუმბარით, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ სისტემას მართლაც სულ ცალფეხზე კიდია თავისი მოქალაქეები. მთავარია მათი პრესტიჟი არ შეილახოს და დიმიტრი მართალია არ არის ბუნებით კვლელი, მაგრამ ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელსაც შენ გამოვალ მდგომარეობაში ჩააგდებ დაავდასხმაზე გადმოდის. საწვავის მანქანა, რა თქმა უნდა, არც 15 წუთში გამოჩნდა და არც 9 საათში და არც 45 წუთში, იმიტომ რომ თვითონ სპეცრაზმი ვერ ახერხებს სწრაფად ჩამოსვლას ამ ადგილას. სიტუაცია, რომ განმუხტოს ბორტინჟინერი, ეს ჭარმაგი მამაკაცი, რომელიც მოლაპარაკებებზე იყო გამტაცებლებთან ჩადის ქვემოთ, იმიტომ რომ თვითონ კაბინას გააჩნია თავისი ავტონომიური გასასვლელი, ჩამოსასვლელი და სამხედროები, როგორც კი დაინახავენ, რომ კაცი გამოვიდა იმიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას ფორმა აცვიან ფრინავის, მანქანიდან ჩამოხტებიან და თვითფრინავს მოაქცევენ ალყაში. უკვე ნამდვილია, უკვე თვალხილულია ის ამბავი, რომ თვითფრინავს არავინ არსად არ გაუშვებს. ამაზე გიждდება დიმიტრი, იგი მიაბჯენს ტამარას მკერდზე თოფს და სასხლეთს გამოკრავს თითს. თამარა უსულოდ ეცემა მიწაზე. მის ფეხებთან ავეჩკინები ხვდებიან, რომ მათი საქმე ამ გასროლით უკვე ბოლომდე დამთავრებულია და ამ დროს ჩნდება საფრენზოლზე საწვავიანი მანქანა და მათ რაღაც იმედის ნაპერწკალი უჩნდებათ. პარალელურად მათ ესმით ხმაური საბარგო განყოფილებიდან. თვითფრინავში კიდევ ერთი ლუკი არის, რომელიც ქვემოდან შეიძლება შეაღწიო თვითფრინავში და სწორედ აქედან ჩალიჩობს სპეცრაზმი, რომელიც უკვე ჩამოსულია შემოსვლას. მეორე ნაწილი შესული არის ფრინავთა კაბინაში. ანუ ორი წერტილიდან შეუძლიათ მათ ალყაში მოაქციონ გამტაცებლები. ამავე დროს ოლეგი და ალექსანდრე ცდილობენ, რომ რაღაცნაირად შეაღწიონ კაბინაში, მათ არიციან, რომ იქ სპეცრაზმია უკვე, მაგრამ დაჯავშნულია კარი, იგი ადგილიდან არ იძვრის და ოლეგი ალექსანდრეს აგზავნის უკვე ბომბების მოსატანად. თან იმუქრება, რომ თვითფრინავს ააფეთქებენ და სიტუაციის განმუხტვის მიზნით ფრინავები მოიფიქრებენ ასეთ რამეს, მოდი ჩვენ დავძრავთო, ეტყვიან, რა თქმა უნდა, გააფრთხილებენ საკომანდო პუნქტს, რომ დავძრავთ ჩვენ თვითფრინავს, შევქმნით ილუზიას, რომ თითქოს ჩვენ აფრენას ვაპირებთ და ამ დროს იქნება რაღაცა მოახერხოთო. მოახერხოთ რა, აღმოჩნდება, რომ კაბინაში მყოფ სპეცრაზმელებსა და საბარგო ნაწილში მყოფ სპეცრაზმელებს შორის კავშირი არ არის, ელემენტარული რამის გამო, იმიტომ რომ საბჭოთა აკუმულატორები, რომლებითაც იკვებება მათი რაციები, უბრალოდ გაჟონილია. შემდეგ აღმოჩნდება, ანუ უარგისია. ეს გაჟონვა თქვენ ახალმა თაობამ არ იცით თუ რას ნიშნავს, როდესაც აკუმულატორები, ან ბატარეები, ეს ელემენტები, საბჭოურები რაღაცა პერიოდის შემდეგ იქედან ჟონავდა მჟავა. მოგეხსენებათ, ქიმიური რეაქცია მიდის და ისე წარმოიქმნება ხო ელექტროენერგია. და ამ ქიმიური რეაქციის მთავარი შემადგენელი არის მჟავა.
აი სწორედ ეს მჟავა ჟონავდა ხოლმე და ესეთ იმპორტულ აპარატურას, რომელშიც ათასები ქონდა მიცემული, გიფუჭებდა რაც მე ეგენი მყავს ნაგინები მოკლედ. უკვე ყველა ხვდება რომ ისინი ხაფანგში არიან და ირინას მიუშვერს თობს და ეუბნება რომ გადასცეს ეკიპაჟს აფრინდით, ახლავე აფრინდით, თორე ეს არის უკვე ბოლო გაფრთხილება ჩვენ თვითმფრინავს ვაფეთქებთ. ოლეგი ყველაზე კომუნიკაბელური ბიჭია, ძალიან კეთილი ტიპია რა, ამერიკელსაც ეძახიან მას, იმიტომ რომ კოვბოური ქუდი ახურავს მუდმივად და ინგლისური იცის სხვებისგან განსხვავებით და როდესაც ამას ყვირის ყველაფერს თან ირინას ეუბნება რომ გეშინიო არაფერს ამფეთქებები ჩვენ არა ვართ, არავის არაფერს არ დაუშავებთ, ოღონდ მართლა გვინდა აქედან გაღწევა აღარ შეგვიძლიაო და არც ძმებს არ მივცემო მე ამის საშუალებას რომ რაღაცა დაგიშავო, ის კი არა ქურთუკსაც იხდის და მოახურავს, იმიტომ შეატყობს რომ ეს ირინა კანკალებს. თვითმფრინავი მიდის დაიძრება ასაფრენის ზოლისკენ და შემოbrunდება შემდეგ რომ თითქოს იგი აფრენას აპირებს და ამ დროს იხსნება წინა კარები, ანუ კაბინის კარები და იქედან შემორბიან სპეცრაზმელები. შემორბიან თუ არა, აქედან იხსნება ცეცხლი. ისინიც ისვრიან, ანუ სპეცრაზმელები ისვრიან, მაგრამ რა მიმართულებით კაცმა არ იცის, იმიტომ რომ არავის არაფერი არ ხვდება. აქედან კი ბიჭები ესვრიან თავის გადაჭრილ თოფებს და 4 სპეცრაზმელი იჭრება, ამ 4-ს შეათრევენ უკან და ისევ ჩაირაზებიან. ის უკან რომლებიც არიან და უნდა ამოსულიყვნენ და ალყაში მოექციათ ეს ყველაფერი, აღმოჩნდა რომ იმ ლუკზე გადაფარებული არის კავროლინი, ანუ ეს ხალიჩა, საკმაოდ სქელი და ლუკი კი იხსნება, მაგრამ ხალიჩას ვერ ხვრეტენ რომ ამოვიდნენ. ნუ მოკლედ. ამიტომ ისინი იწყებენ ქვემოდან ესე იგი ამ ღია ლუკიდან ხალიჩის გავლით სროლას. რას ესვრიან კაცმა არ იცის. ვასილი ითხოვს რომ ჩვენ ჩაგბარდებით, შეგიძლიათ ჩვენ დავხოცოთ, ოღონდ პატარები უნდა გადარჩნენ და სროლა გრძელდება კვლავ. ის წინა კარები კვლავ გაიხსნება, კვლავ ვიღაცა გაისვრის და შევარდებიან უკან და ჩაიკეტებიან ამ ხალიჩის ქვემოდან სროლა ისმის, მოკლედ ეს ტყვიები დაფრინავს აქეთ-იქეთ და ულიანაც დაიჭრება და სიროჟაც. ამიტომ ვასილი თხოვს რომ კი ბატონო აგერ ჩვენ დავხოცეთ, ოღონდ ამ ბავშვებს თავი დაანებეთ და როცა ისინი მიხვდებიან რომ არაფერი არ გამოდის, ამათან მოლაპარაკება შეუძლებელია, ყველა შეიკრიბება ერთად. ეს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ თუკი ოპერაცია ჩავარდებოდა, გატაცების მაშინ ისინი ყველა თავს დაიხოცავდნენ. მათ შორის პატარებიც კი. ალექსანდრეს ირგვლივ იკრიბება ყველა, მას ხელში ბომბი უჭირავს და ხედავენ რომ ერთადერთი ვინც არ არის იქ ეს არის იგორი. იგორი დამალულია, მას სიკვდილი არ უნდა, 17 წლის ბიჭი. და ნუ ალექსანდრე ბოლოს გამოკრავს ხელს და ააფეთქებს ამ ბომბს, ყველანი იქ არიან, დიდებიც პატარებიც, მაგრამ ბომბი აფეთქდება ძალიან სუსტად, მთელი ენერგია წავა ჭერში და ცეცხლად გარდაიქმნება, ანუ აფეთქება როგორც ასეთი არ მოხდება და არავის არაფერი არ დაუშავდება. მაშინ იწყება უკვე მეორე გეგმა B. დიმიტრი ნიკაპის ქვეშ მიიბჯენს თობს და გაისვრის, მერე საშა იკლავს თავს იგივენაერად, მესამე თავს იკლავს ოლეგი. ნინელი ვასილის ეხვეწება რომ ჯერ მე მომკალი და შემდეგ მოიკალი თავი და ასეც ხდება, ვასილი მიადებს დედას შუბლზე თობს და თიც გამოკრავს სასხლეთს და შემდეგ თავს იკლავს. აი ამ აფეთქების შედეგად მეორე სალონში ცეცხლი ჩნდება, ბორტგამცილებლები ხსნიან 2 სათადარიგო ლუკს და გასაბერ ტრაპებს უშვებენ ქვემოთ. არის კიდევ ერთი დამატებითი ლუკი, რომელსაც ცოტა ადრე გახსნიან მოქალაქეები თვითონ და გადახტებიან. სიმაღლე საკმაოდ მაღალია, 4 მეტრია. ისინი ხტებიან თვითმფრინავიდან და რა ხდებათ სამშვიდობოზე გამოღწეულ ადამიანებს. თავზე გადატარებული ავტომატის ჯერი სამხედროებისგან, ჩექმებით და ხელკეტებით გონების გათიშვამდე ცემა და ეს ყველაფერი ხდება ალმოდებული უკვე, კარგად ალმოდებული თვითმფრინავიდან 3-4 მეტრში.
წინსრებით გეტყვით, რომ ამ გადარჩენითი ოპერაციის შედეგად სერიოზულად დაშავდა 35 ადამიანი, ხოლო 18 გახდა მუდმივი ინვალიდი. Расстреляли спасатели все патроны, а куда эти все пули ушли? В салон самолета. Почему столько раненых? Это, видимо, от этого. А вот Овечкины, они... Овечкины в первом салоне по пассажирам не стреляли. Не стрелял ни один из них. Я видел, как они угрожающие выстрелы делали вверх, перед пилотской кабиной. Стреляли в дверь, били стремянкой, а по пассажирам не стреляли. Но угрожать угрожали, естественно. А как группа захвата действовала? Вот, как это происходило? Группу захвата мы ждали после того, как сели. И так до конца ее не дождались. Несмотря на публикации во многих газетах, что группа захвата помогала эвакуироваться, этого ничего не было. Вот даже газета «Советский спорт» за 2 апреля, она описала о 2 членах группы захвата, что они такие герои, мастера спорта по стрельбе, дзюдо и боксу. Но мы их не видели, и пассажирам никакой помощи не было. Наоборот, когда люди спрыгивали с самолета, вместо того, чтобы помочь, просто-напросто избивали, в том числе и меня. И избивали не просто так, а сапогами садистски. Я, когда сполз с кресла, слышал только визг над головой. Пули на меня что-то посыпалось сверху. Ну а вот кроме того, как один раз группа захвата действовала, еще были какие-то попытки? Нет, больше не было. Все, больше вот эта перестрелка. То есть они один раз выпалили все патроны и закрылись? Да, ну вот говорят, что даже магазины у них пустые остались, обоймы. Когда я спрыгнул, упал, начал вставать, получил удар ногой по челюсти, значит, меня отключили ненадолго. Собрался, ну не то, что помутнение какое-то, собирался встать, почувствовал какой-то металлический предмет, как потом понял, это было дуло пистолета, мне жали прямо в висок, кричали матом, значит, если пошевелишься, продыряем. Но первая мысль у меня была, думаю, здесь террористы, что ли, думаю, сколько народу в самолете, значит, стреляет. И стрельба, да, очередями стреляли из автоматов. Ну, я не знаю, куда стреляли, но на земле. То есть солдаты стреляли из автомата? Да там все были с автоматами. Солдаты, офицеры были с автоматами. Генерал даже с автоматом там бегал, я видел. Როგორც შემდეგში რაზმის უფროსი ამბობდა, ისინი ოვეჩკინებს ეძებდნენ მგზავრებს შორის და ამისთვის აუცილებელი იყო ხალხი ისე დაენგრიათ, რომ ისინი ინვალიდებად დარჩენილიყვნენ. თვითმფრინავი ბოლომდე დაიწვება და მასში პოულობენ 9 ცხედარს, დამწვარ ცხედარს, მათ შორის არის დიმიტრი, ვასილი, ალექსანდრე, ოლეგი და ნინელი ავეჩკინები, ტამარა ჟარკაია და კიდევ 3 ცხედარი, რომელსაც როგორც შემდეგ დაადგენენ, არიან კალაშნიკოვის ტყვიით მოკლულები. კალაშნიკოვი ბიჭებს არ ქონიათ. მოკლედ ეს იყო კლასიკა. კლასიკა იყო ეს ოპერაცია, განუმეორებელი, ესეთი შინნაზარდი და გამოზრდილი რუსული დაუნდობლობით და სადიზმით გაჯერებული. თუ როგორ უნდა მოექცე უმწევ ადამიანებს, რომლებმაც ერთ ჯოჯოხეთს დააღწიეს თავი და მეორე ჯოჯოხეთში ამოყვეს. ამიტომ იყო, რომ თვითმხილველები, რომლებიც შემდეგ უკვე მოწმედ გამოდიოდნენ სასამართლო პროცესზე, თითქმის ყველა იყო ოვეჩკინების მხარეს. საოცრება, ესე იგი, აქ სტოკჰოლმის სინდრომის ამბავი იყო ეს ყველაფერი თუ იმის რომ მართლაც რეალურად იმ ადამიანებმა რომლებსაც ისინი უნდა დაეცვათ ინვალიდებად აქციეს მე მგონი აქ მართლაც არ არის სტოკჰოლმის სინდრომის ამბავი ეს ჩვენთვისაც არ არის უცხო ასეთი ქმედება ამ ხალხის ქართველებმა გადასარევად იციან თუ რა ბუნების ადამიანები არიან ეს ჩვენი ჩილოელი მეზობლები და როგორ შეუძლიათ მათ წყალში ჩაგიყარონ ნებისმიერი პატივისცემა და მე თქვენი სახლის დასაკუთრებაც კი დაიწყონ ნებისმიერი მეთოდებით. სამწუხაროდ ქართველებს ერთი საშინელი თვისება გვაქვს მოყრის არცნობა და ტრის ნამოქმედარი ძალიან სწრაფად დაიწყება. ძალიან ჩვენ ფაქტიურად მოკლე მეხსიერება გვაქვს ყველაფერ ცუდზე. დასავლეთის მიერ სანქცირებული ეკატერინე ლავროვას მაზლის მიკა ვინიკუროვის ოჯახი საქართველოში სპეციალურად მისი ქორწილის აღსანიშნად ჩამოვიდა. მარლის ტბაზე დაბინავებული სტუმრების განწყობაზე ქართველმა მოცეკვავეებმა იზრუნეს. მოგვიანებით კი ოკუპანტებს ქართული ცეკვის ილეთებით სასწავლეს.
იგორ და ოლგა ოვეჩკინების სასამართლო დაიწყო იმავე წელს 1988 წლის სექტემბერში, მანამდე ცენტრალურ პრესაში მიდიოდა შრომელთა წერილები, რომლებშიც თითქოს და კონკურსი იყო გამოცხადებული, ვინ უფრო ესეთ გამოკვეთილად კარგ წამებას მოიფიქრებდა ორსული ქალისთვის და 17 წლის ბიჭისთვის. მოთხოვნები, რომ ორივე სიკვდილით უნდა დაესაჯათ, დაეხვრიტათ ან ჩამოეხშოთ, თუმცა ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში უნდა ეჩვენებინათ ტელევიზიით. უნდა ნელცეცხლზე დაეწვათ, უნდა შუაზე გაეგლიჯათ და ასე შემდეგ. ესე იგი, ჰუმანიზმის მქადაგებელ ერთმორწმუნე რუს ხალხს წამებების გამოგონების საოცარი ფანტაზიის უნარი აღმოაჩნდა და ამაში მათ შუა საუკუნეების ინკვიზიციასაც კი არ დაუდეს ტოლი. იგორს საბოლოოდ 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ოლგას 6 წლიანი. მიხეილი, ტატიანა, ულიანა და სერგეი გაამწესეს ბავშვთა სახლში, რომლიდანაც შემდეგ გამოიყვანა ისინი უფროსმა დამ ლუდმილამ, რომელსაც თავისი საკუთარი 3 შვილი ყავდა და თავისთან წაიყვანა აღსაზრდელად. სხვა შორის ყველა შვილი, როგორც საკუთარი, მან მომავალში ისე გაზარდა. ოლგამ კოლონიაში სასამართლოდან 2 თვის შემდეგ გოგონა გააჩინა, მას სხვადასხვა დაარქვა იმ გარდაცვლილი დის სახელი, რომელიც მასა და ლუდმილას შორის გაჩნდა და ეს გოგონაც უფროსმა დამ წაიყვანა და გაზარდა. როგორი ბედი ეწიათ ოვეჩკინებს. ესეც საკმაოდ ტრაგიკული ისტორია. ოლგა და იგორი 4 წლის თავზე გაათავისუფლეს ვადაზე ადრე და 1 წლის განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ. აი, გახსოვთ თქვენ სახლები ჰქონდათ მათ, 2 ბინა ჰქონდათ, 3 ოთახიანი და პლუს ის სახლი, რომელიც კონფისკაციაც არ მოხდა. ოლგამ წამოიყვანა თავისი გოგონა ლუდმილასგან, მაგრამ ვერ მოუარა მას. მას ყავდა ესეთი სამოქალაქო ქმარი, თუ საყვარელი, რომელიც ლოთი იყო, მუდმივად ურტყამდა, ცემდა მას და ამიტომ დააბრუნა ისევ თავის დასთან საკუთარი შვილი და 1 წლის თავზე მას გაუჩნდა კიდევ ერთი შვილი, ვასილი დაარქვა მას და ისიც ლუდმილას ერგო გასაზრდელად. იგორი, როგორც ყველაზე ნიჭიერი ანსამბლში და რომელიც რომ ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა, მან ადვილად იშოვა სამსახური ჯერ ირკუტსკში, შემდეგ გადავიდა სანქტ-პეტერბურგში და ერთ-ერთ ცნობილ ანსამბლში, ჯაზ კვარტეტში უკრავდა, ხელმძღვანელი იყო იგი, მაგრამ ალკოჰოლთან დაეწყო პრობლემები, შემდეგ 1999 წელს იგი ნარკოტიკების გასაღებისთვის დააკავეს და დაკავებიდან 2 დღეში იზოლატორში, საგამოძიებო იზოლატორში იგი მოკლული იპოვეს, როგორც ჩანს, თანამეინახეებმა მოკლეს იგი. სერგეი, რომელიც უკვე წამოიზარდა და 13 წლის იყო, იგორთან ერთად უკრავდა ძალიან წარმატებულად. მერე, როდესაც იგორი გადავიდა სანქტ-პეტერბურგში, მან სცადა ირკუტსკის საესტრადო სასწავლებელში ჩაბარება, მაგრამ რექტორმა უთხრა, რომ შენი გვარით აქ არავინ არ მიგიღებსო. შემდეგ სხვაგანაც სცადა მან ჩაბარება, მაგრამ არ გამოუვიდა და კვლავ განაგრძო რესტორნებში დაკვრა. 2005 წელს ოვეჩკინების გადარჩენილი ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი რაც ჰქონდათ მათ გაეყიდათ, გაყიდეს კიდეც ის სახლები, სახლიც და ის 2 ბინაც და ფული გადაინაწილეს. სერგეიმ თავისი წილი აიღო და ქალაქიდან წავიდა, არავინ იცოდა საწავიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2009 წელს იგი სადღაც ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში ვიღაცას გაუძარცვავს და შემდეგ მოუკლავს. მიხეილიც გახსოვთ, პატარა ბიჭი, რომელიც ტრომბონზე უკრავდა, იგი სანქტ-პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, საკმაოდ წარმატებულ მუსიკოსად იქცა, ძალიან ბევრ ცნობილ ანსამბლში უკრავდა, ფირფიტებიც აქვს ჩაწერილი, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ ესპანეთში გაეგრძელებინა თავისი ცხოვრება, 2020 წელს წავიდა ბარსელონაში საცხოვრებლად და შარშან ამ დროს, როგორც მე დავადგინე, ამ ბიჭს კაცია უკვე, დაემართა ინსულტი, იგი სრულიად მიუსაფარია, ამიტომ გადაიყვანეს ჰოსპისში, სადაც ელოდება სიკვდილს. ულიანა 2000 წელს გათხოვდა, მისი ქმარი მას ხშირად ცემდა, როგორც ეს მიღებულია იქ და როგორც ამბობენ, ულიანამ მისი მკვლელობა შეუკვეთა. და
მოკლეს კიდეც. ეს ასეთი ვერსია არსებობს. სიკვდილის შემდეგ მან პროსტიტუციას მიიღო ხელი და 2016 წელს იგი ქუჩაში იპოვეს გარდაცვლილი. ტატიანა 2004 წელს გათხოვდა, გააჩინა შვილი, მეუღლეს მალევე გასცილდა, მასაც პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და 2020 წელს მან მისცა ტელეარხენტევეს ინტერვიუ ამ ოჯახის ბედის შესახებ და ბოლო მონაცემებით იგი ცხოვრობს შეცვლილი გვარით ციმბირის რომელიღაცა მიყრუებულ სოფელში. სასამართლოს შემდეგ ლიუდმილას სხვადასხვა აი უფროს დას, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ გატაცებასთან, მოსთხოვეს, რომ მას უარი ეთქვა ოჯახის წევრებზე და მან ეს არ გააკეთა. 1995 წელს მას დაუკავშირდა ვიღაც ჰოლანდიელი ბიზნესმენი, რომელმაც შესთავაზა, რომ აი ეს წევრები ოჯახის, რომლებიც გადარჩენილები არიან, მე შემიძლია ჩამოგიყვანოთ თქვენ ჰოლანდიაში და თავიდან გავაკეთოთ ანსამბლიო, მაგრამ ამაზე მან უარი განაცხადა. ასე გასრულდა ოვეჩკინების ისტორია. ოვეჩკინები ისევე როგორც ჩემი თაობის ნებისმიერი ადამიანი ცხოვრობდა ქვეყანაში, სადაც ყველა ნაბიჯს გიზომავდნენ. სადაც უნდა მოგესმინა ის მუსიკა, რომელიც პარტიას მოსწონდა, უნდა ჩაგეცვა ის ანსაცმლად წოდებული ტომარა, რომელსაც ეს პარტია თავის უბადრუკ მაღაზიებში ყიდდა. უნდა გევლო მწყობრი ნაბიჯით და უნდა გქონოდა რწმენა, რომ ოდესმე შენი შვილთაშვილები კომუნიზმში იცხოვრებდნენ და ამ ცარიელი დახლებისა და საშინელი საგანმანათლებლო სისტემის მსხვერპლები არ იქნებოდნენ. სადაც შენი მოგზაურობა შემოსაზღვრული იყო მავთულ ხლართებით და სადაც შენი საცხოვრებელი არეალი იყო ზონა, რომლიდანაც უნებართოდ გასვლა სიკვდილით ისჯებოდა. ოვეჩკინები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ამ ნაცრისფერი სამყაროდან სადაც უფრო ფერად ქვეყანაში გადაადგილებული იყვნენ და ამისთვის უკიდურესი ფორმა აირჩიეს, არც გმირები იყვნენ და არც მონსტრები ჩემს თვალში. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ აფრინდებოდნენ, თავისუფლებას მოიპოვებდნენ, მაგრამ იქ სადაც ფრენა აგრძელულია, მოგეხსენებათ, ფრინველიც კი დამნაშავე ხდება. მე არ ვცდილობ ისინი ან დავადანაშაულო, ან გამსაჯო, მე ამის უფლება არ მაქვს. მე არ ვამართლებ მათ, მე უბრალოდ ვცდილობ გავიგო თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, რამდენად მართლები იყვნენ ისინი, რამდენად მართალი ვარ მე, როდესაც ისინი მეწოდებიან და ნაწილობრივ ვამართლებ კიდეც მათ საქციელს. მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს და დამარცხდნენ. გადარჩენილებმაც კი ტრაგიკულად დაასრულეს თავიანთი არსებობა, როგორც უკვე გითხარით. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც აი ეს ისედაც მახინჯი და ბოროტ იმპერია საბჭოთა წყობილების შემდეგ კიდევ უფრო უარეს მონსტრად იქცა. მე ამავე ოჯახისთვის 53 წელს გაგრძელდა იმ საშინელებით, როდესაც ულიანოს თვალწინ დედა 8 კარტოფილის გამო მოკლეს. შემდეგ ის იმით, რომ აი ეს ალკოჰოლიკი ქმარი, რომელთანაც 11 შვილი გააჩინა, დათვრებოდა ხოლმე ამ იაფიანი არყით და სროლას იწყებდა. როგორ მოკლეს შვილებმა საკუთარი მამა. როგორ უნდა გამოეკვება ეს შვილები ქალს, რომელიც მარტო დარჩა და რომელსაც განათლება არ მიუღია, რა თქმა უნდა, როგორ ყიდდა ის არახს ქვემოდან და შემდეგ ბაზარში როგორ ყიდდა რძის პროდუქტებს, რომლებსაც ძორი ძროხა იზრდებოდა. შემდეგ ბავშვებმა ნახეს სამყარო, რომელიც მათი აი ამ ნაცრისფერი და ცუდი სუნის მქონე სამყაროსგან საოცრად განსხვავდებოდა. ეს იყო ფერადი, ლაღი და თავისუფალი სამყარო. არ ვიცი როგორ თქვენ, მაგრამ მე კი დიდმა სევდამ მომიცვა, როცა მათ ისტორიას გავეცანი. ახლა დრო დამჭირდება, რომ რაღაცნაირად გამოვიდე ამ სიტუაციიდან და ეს ტრაგედია მახსოვრობის ძალიან შორეულ კუთხეში შევინახო. ვიცი რომ სამართლიანა კითხვა გაგიჩნდება თქვენ რაღა ოვეჩკინებს მივახდე, როდესაც აგერ 1993 წელს არანაკლები ტრაგედია დატრიალდა საქართველოში. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს ძალიან სათუთი თემაა.
და იმდენად დიდ დასპარეს იძლევა ინტერპრეტაციებისთვის, რომ მასთან ჩემი როგორც დილეტანტის მიშვება, რა თქმა უნდა, არ ღირს. იმიტომ რომ მე ამ ბიჭების ნაწილს კარგად ვიცნობდი და პირუთვნელი ვერ ვიქნები. ასევე იმიტომ რომ მე მეგულებიან ადამიანები, რომლებმაც ამ ისტორიის შესახებ გაცილებით მეტი და გაცილებით ობიექტური ინფორმაციები იციან. მე დიდი სიამოვნებით ჩავწერდი მათთან ინტერვიუს ამ საკითხზე. მე დიდი ხნით არ გემშვიდობებით, უკვე ხვალ და ზეგ თქვენ იხილავთ ორ ძალიან საინტერესო ინტერვიუს, რომელიც ეხება სწორედ ჩვენს თემასაც, იმიტომ რომ ისინი მოგვითხრობენ 1921 წელზე ამ წლის შესახებ, ამ უბედური წლის შესახებ, როდესაც საქართველოს ისტორიამ ძალიან მკვეთრი და ტრაგიკული მოსახვევი გააკეთა. გააკეთა, რომლიდანაც 80 წელი ვერ გამოვიდა და უფრო მეტიც. ის 35 წელი, რაც ჩვენ ახლა თითქოს თავისუფლები ვართ, თითქოს დამოუკიდებლები ვართ, ახლაც კი გრძელდება 1921 წელი. თუ რა მოხდა ამ საქართველოსთვის ყველაზე უბედურ წელს, ბოლო საუკუნეების, როგორ განვითარდა მოვლენები, ყველაფერი ამის შესახებ თქვენ მომავალი ინტერვიუებიდან გაიგებთ. მე კი ამით გემშვიდობებით, მშვიდობიან კვირას გისურვებთ, ჩვენ როგორც გითხარით ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.